დასავლურ კვლევით ორგანიზაციებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ დასავლური ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ და საკუთარი ძალების განსამტკიცებლად რუსეთმა სულ უფრო გააქტიურა აგენტურული საქმიანობა. სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ევრონიუს ჯორჯია სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი და ის მოგიყვება უფრო მეც. გიორგი, მოგესალმებით. და თავდაპირველად გითხარი, უფრო კონკრეტულად რაზე საუბრობენ კვლევითი ორგანიზაციები და ზოგადად რა მახასიათებლებით გამოირჩევა რუსული ჰიბრიდული ომი? თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ კვლევრების აზრით, როდესაც სამხედრო ძალა არ არის საკმარისი, კრემლი რთავს სხვა საშუალებებს მიმართავს, ეს არის ჰიბრიდული მოქმედებები, რომელსაც დაზორვის სამსახურები და სპეციალური სამსახურები ახორციელებენ. სტრუქტურა როგორ არის წარმოდგენილი პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ, განსხვავებით საბჭოთა პერიოდისგან, ახლა ბევრად უფრო გაშლილია სპეციალური სამსახურები რუსეთში, მაგალითად 4 ძირითადი სპეცსამსახური არის, ასე ვთქვათ, რუსეთის ძალოვან სტრუქტურაში, ეს არის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, საგარეო დაზორვის სამსახური, დაზორვის მთავარის დირექტორატი და რუსეთის ფედერაციის დაზორვის ფედერალური სამსახური. აქვე უნდა დავძინოთ, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი. თუ კი საბჭოთა პერიოდში იყო მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების უშიშროების კომიტეტი, ახლა ასეთი დიფერენცირებულია. ისინი მიმართავენ სხვადასხვა ჰიბრიდულ აქტივობებს, მაგალითად, ეს არის საინფორმაციო ოპერაციები, ეს არის სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული მოქმედებები, ფსიქოლოგიური ოპერაციები და როდესაც საუბარია საინფორმაციო ოპერაციებზე, უკრაინული ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით არის 7 ძირითადი სტრატეგია, მაგალითად, ურტყავენ ესეთ იერიშიმი აქვთ, ასე ვთქვათ, კრიტიკულ აზროვნებაზე, რომ შესუსტეს, მუდმივად ხდება ხაზგასმა, რომ მაგალითად საზოგადოებრივი და ზოგადად კონსოლიდაცია საჭირო საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხდება ვთქვათ პუტინის, ანუ ლიდერის, ასე ვთქვათ, უნივერსალური ლიდერად წარმოჩენა, არის მტრის ხატის შექმნა, ახალი მტრის ხატი შემოდის და სხვადასხვა 7 ძირითადი ფაქტორია, აქედან გარკვეული ნაწილი არის გამოყენებული უშუალოდ რუსეთის აუდიტორიისთვის, რუსეთის მოსახლეობისთვის, თუმცა როგორც მკვლევრები საუბრობენ, ეს სტრატეგია მუშაობს ასევე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზეც და მოწყვლად რეგიონებზეც. თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ რბილი ძალით არ მოქმედებს რუსეთის სპეცსამსახურები, ჩვენ შეგვიძლია უამრავი მაგალითი გავიხსენოთ, მაგალითად სკრიპალების მოწამვლის ფაქტი, მაგალითად ლიტვენკოს მოწამვლის ფაქტი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის იუშენკოს მოწამვლის ფაქტი და უამრავი ესეთი შემთხვევა, როდესაც დაზორვის და სპეცსამსახურები უშუალოდ ერთვებიან და ლეტალურად მთავრდება ხშირ შემთხვევაში მათი ჩარევა მოწინააღმდეგის მიმართ. ხო, და ასევე საინტერესოა, რა შეიძლება ითქვას ამიერკავკასიასა და საქართველოზე ამ კონტექსტში, როგორ აფასებენ მკვლევრები რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას ჩვენს რეგიონში? გასათვალისწინებელია და მკვლევრებიც ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოში და ზოგადად დასაყრდენი არის სპეცსამსახურებისთვის სხვადასხვა ტიპის სამხედრო ბაზები და როგორც ვიცით, მაგალითად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაერთი რუსული სამხედრო ბაზაა, მთავარი გუდაუთის ბაზა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ბაზა. უამრავი ეგრეთ წოდებული FSB-ს ბაზა არის განლაგებული დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ, უამრავი ბაზაა ასეთი მცირე ბაზები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან რუსეთის თავდაცვის უწყებას, თუმცა მხოლოდ აფხაზეთი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისის სახით. ცხინვალის რეგიონშიც არაერთი სამხედრო ბაზა, აქ გვაქვს ცხინვალის მთავარი ბაზა და დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ ასევე არაერთი უამრავი ბაზა არის, მცირე ბაზები, რომელსაც სასაზღვრო სამსახურები უკურირებენ და რუსეთის სასაზღვრო სამსახურები და ეს არის ერთგვარი პლაცდარმი რუსეთის დაზორვის სამსახურებისთვის. სწორედ მკვლევრების აზრით ესეთი ტიპის ბაზები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ჰიბრიდული ოპერაციების კუთხით და ასევე მკვლევრები ასევე ხაზს უსვამენ მიგრაციას. მაგალითად, ფინეთის მაგალითი რო ავიღოთ, ფინეთმა აუკრძალა რამდენიმე თვის წინ რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა, რადგან სწორედ გარკვეული უსაფრთხოების რისკებთან იყო დაკავშირებული. უამრავი კომპლექსური პრობლემა არის, რომელიც უკავშირდება გააქტიურებულ რუსულ დაზორვასა და სპეცსამსახურებს, როგორც მკვლევრები საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, მიუთითებენ, რომ როდესაც სამხედრო ძალის სისუსტე შეიმჩნევა, ამ შემთხვევაში კავკასიაშიც გარკვეულწილად სუსტდება რუსული სამხედრო ძალა, სომხეთისა და აზერბაიჯანთან დაპირისპირების გამო, ამ შემთხვევაში უფრო აქტიურდება სპეცსამსახურების მოქმედება. ამავე თემებზე ჩვენ ვესაუბრეთ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს და შეგვიძლია ვნახოთ ეს ინტერვიუ.
რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებსა და რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ჩვენი სტუმარია უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი ნიკოლოზ ქავთარაძე. მოგესალმებით, ბატონ ნიკოლოზ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. ევროპაში ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ რუსეთი გარდა იმისა, რომ აქტიურ სამხედრო მოქმედებებშია ჩართული უკრაინაში, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ზოგადად დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. რომ განმარტოთ, რა იგულისხმება ამ ტერმინის უკან, ჰიბრიდული მოქმედებების უკან და რა ტიპის, ასე ვთქვათ, რა წილი უკავია რუსეთის მტრულ ქმედებებში დასავლეთის წინააღმდეგ. კი ბატონო, ესე იგი რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი არის ისეთი ფენომენი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს იმის გამო, რომ არ აქვს სათანადო კონვენციური ძალა იმისათვის, რომ დაცალვილს დაუპირისპირდეს. შესაბამისად, ის ცდილობს იმოქმედოს რუხ ზონაში, ეგრეთ წოდებული ზღვარს ქვემოთ სივრცეში, სადაც არ მოხდება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მის მტრულ საქმიანობაზე. რუსეთის ზოგადად ჰიბრიდული ომის განმარტება უამრავი არსებობს, თუმცა ძალიან ზოგადი განმარტება არის ერთი, რომელიც მთლიანად მოიცავს ამ ფენომენს. ეს არის ფენომენი, როდესაც სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები სამხედრო და არასამხედრო მოქმედებებით აღწევენ გარკვეულ მიზნებს იმისაც, რომ გავლენა მოიპოვონ საშინაო და საერთაშორისო სივრცეში, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ძალადობის გამოყენებით, ამ ძალადობის გამოყენების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველთვის აქცენტს აკეთებს არაკონვენციურ საშუალებებზე, ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის შემთხვევაში ესე არ მოხდა, თუმცა რადგან ვერ მიაღწია ჰიბრიდული ომით საკუთარ მიზნებს, სტრატეგიულ მიზნებს, მოხდა ეს სამხედრო ინტერვენცია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეცდება, რომ ჰიბრიდული ომის ფარგლებში დარჩეს. ყირიმში ვნახეთ ჰიბრიდული მოქმედება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოხატულება, თუმცა მანამდე 2007-ში მაგალითად ძალიან საინტერესო აქტი განახორციელეს ესტონეთში, ტალინში და 2008 წელს, რა თქმა უნდა, საქართველოში აქტიურად გამოიყენეს ჰიბრიდული საშუალებები. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს არაკონვენციური ბრძოლა აწარმოოს დასავლეთის წინააღმდეგ, ის არ იყენებს სამხედრო ძალას ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა სპეცსამსახურების როლი წამოიწევა წინ, რათა განახორციელოს ის უამრავი ქმედება, რომელიც ამ ჰიბრიდულ ომს მოიცავს და პრინციპში ჩამონათვალით შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი არასრული, ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო ოპერაციები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ეს შეიძლება იყოს დივერსიები, ტერორისტული აქტები, ეს შესაძლებელია იყოს პროქსი ძალების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს სამხედრო არასამხედრო დანაყოფების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, კიბერ სივრცეზე შეტევა, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ასევე გამოიყენოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების როლი არის ძალიან დიდი და გადამწყვეტი, იმიტომ რომ ოპერაციების დაგეგმვა, მათი განხორციელება მიდის მათი კონტროლის ქვეშ. ბატონ ნიკოლოზ, თქვენ ახსენეთ საინფორმაციო ოპერაცია და ფსიქოლოგიური ოპერაციები. ზოგადად რა მეთოდებს იყენებს სპეციალური სამსახურები, კრემლის სპეციალური სამსახურები, რომ გარკვეულწილად განწყობები შეცვალონ, რომლის ასე ვთქვათ მიზანიც არის, უბრალოდ ეს არის მიზანი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების. რა მეთოდებს მიმართავს კრემლი ამ მიზნების მისაღწევად? აი უფრო დეტალებში რო ჩავიდეთ, ზოგადად კრემლის ეს სტრატეგია რას წარმოადგენს? რა თქმა უნდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ესეთი ტიპის ოპერაციების მიზანი არის საზოგადოების სიღრმეში შეღწევა. ანუ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, მათ შორის კოგნიტური ოპერაციები არ მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე. ეს არის ოპერაცია, რომელიც იმდენად ღრმად აღწევს საზოგადოებაში სამიზნე ქვეყნის, რომ ცნობიერებაც კი შეუძლია შეცვალოს ადამიანის და მათ განწყობებზე იმოქმედოს, ემოციებზე და რა თქმა უნდა, მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ხო? ძირითადად ეს კოგნიტური, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები კომბინირებულად ხდება ხოლმე უკრაინაში განსაკუთრებულად გამორჩეული არის ამ თვალსაზრისით მათი გამოყენება, თუმცა გააჩნია იმ კონკრეტულ მიზანს იმ ეტაპზე,
მაგალითად კოგნიტური ოპერაციები ხორციელდება ადამიანთა განწყობების შესაცვლელად, იმის დასათესად, რომ სიმართლე არ არსებობს, გაავრცელონ მრავალი ტიპის ინფორმაცია იმისათვის, რომ რეალურად სიმართლე დაიმალოს, უნდობლობა გამოიწვიონ ხელისუფლების მიმართ, ბუნდოვანება შექმნან. ასეთი მაგალითი გვაქვს ბუჩაში, როდესაც ბუჩის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებები ცდილობდნენ ეს წარმოეჩინათ, თითქოს უკრაინამ თავისი დადგა ეს თვითონ განახორციელა და მერე გადააბრალა რუსეთში შეერაღებულ ძალებს, რათა გარკვეულწილად მათი დისკრედიტაცია მოეხდინა ან დადგმული იყო და ასე შემდეგ. ესეთი ნარატივები არსებობდა. საინფორმაციო ოპერაციები ყოველ პირველ რიგში საინფორმაციო ნაკადების კონტროლს გულისხმობს და საკუთარი ნარატივების გავრცელებას, ხოლო ფსიქოლოგიური ოპერაციები ძირითადად ემოციებზე არის მიმართული და მაგალითი არის ესეთი, როდესაც პირველ დღეებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის მათ გაავრცელეს მასობრივად SMS შეტყობინებები უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, სადაც აღწერილი იყო, რომ თითქოს მათმა პრეზიდენტმა დატოვა ქვეყანა, თითქოს გაიქცა მთავრობა და მათ უნდა დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ რუს სამხედროებს. ესეც ესეთი ტიპის, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ასეთი ტიპის ოპერაციების განსახორციელებლად გამოიყენება პროპაგანდა და დეზინფორმაცია ძალიან აქტიურად. ხოლო საშუალება, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალება არის ეს. დაწყებული მედია საშუალებით, გაგრძელებული SMS შეტყობინებებით, ნებისმიერი ტიპის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რა ვიცი, ხუმრობთ ხოლმე ბირჟაზეც კი, სადაც ადამიანები იკრიბებიან რაღაც მოსახლეობის რაღაც ნაწილი, იქაც კი შეიძლება ამან იმუშაოს, იმიტომ რომ ერთი ადამიანი პროპაგანდის გამვრცელებელი შეეცდება, რომ გავლენა მოახდინოს სხვებზე და თავიანთ აზრზე გადაიყვანოს. ეს როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებას და საზოგადოების აზრის ცვლილებაზე და თუ არის თქვათ ასეთი მეთოდი, რა მეთოდსაც იყენებს ხელისუფლებების მიმართ რუსეთი, რათა შეცვალოს ან ვექტორი შეცვალოს, ან ხელისუფლების განწყობები შეცვალოს და თავისი ასე თქვათ გზავნილები დანერგოს, ნარატივები გამყაროს. ესეც არის, რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის ოპერაციები კომპლექსური არის. ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება დავასახელოთ გავლენის ოპერაცია, ანუ გავლენის აგენტის შეძენა და შემდეგ ამ გავლენის აგენტის მეშვეობით. გავლენის აგენტი იგულისხმება ადამიანი, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია ან საკმაოდ საზოგადოებაში მიღებული პერსონა არის. თქვათ ეს ერთ-ერთი მაგალითი არის ესეთი ტიპის ოპერაციისა, როდესაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოში, მმართველ რგოლში არსებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ისევე როგორც ის საინფორმაციო საშუალებები, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის საფუძველზე ახდენს მერე გარკვეულ გავლენას პოლიტიკის წარმოებაზე, რომელსაც ის კონკრეტული იმ სახელმწიფოს მმართველი გუნდი ახორციელებს. შესაბამისად, აქაც კომპლექსური მომენტი არის. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ რუსეთის ეს აქტიური ღონისძიებები, რომელიც ჰიბრიდული ბრძოლის საკმაოდ დიდი ნაწილი არის, ცენტრალიზებულად იმართება, იმიტომ რომ გასაგებია, რომ კრემლის რეჟიმი საკმაოდ ისეთი მძლავრი ვერტიკალის მატარებელი არის და შესაბამისად ნებისმიერი ძალაუფლების 엘ემენტი, რომელიც საჭირო არის გამოყენებული იქნას ჰიბრიდული ომის პროცესში, იქნება ზუსტად ესე ერთ კალაპოტში მიმართული მართველი რგოლის მიერ სპეცსამსახურების გამოყენებით, რათა ყველა ინსტრუმენტი იქნება ეს თვითონ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი სტრუქტურული დანაყოფები, იქნება ეს მედია, რომელიც რა თქმა უნდა ვიცით, რომ რუსეთში აბსოლუტურად იმართება კრემლის მიერ და იგივე მოსახლეობის გარკვეული ნაწილებიც, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ყველა აბსოლუტურად ჩართული არის იმ პროცესში, რომ ერთ მიზანს მიაღწიონ და ეს აბსოლუტურად იმართება სპეცსამსახურების მხრიდან და აბსოლუტურად არის მათი კონტროლის ქვეშ. დასავლური კვლევითი ორგანიზაციები, მაგალითად ერთ-ერთი უკრაინული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშს გავიცანი, ესეთი რაღაც იყო აღნიშნული, რომ რუსეთი გარკვეულ მეთოდებს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი განწყობა შეინარჩუნოს რუსეთში, მაგალითად მტრის ხატის შექმნა, ან მტრის ხატის ჩანაცვლება, ახალი მტრის ხატის მოგონება. ძალიან პოპულარულია რუსეთში დასავლეთის
არის გამოცხადება როგორც მტრად რუსეთისთვის, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი და ასე შემდეგ. მსგავსი მეთოდები რამდენად დანერგილი არის, რამდენად იყენებს სხვა ქვეყნების მიმართ რუსეთმა, რათა გააღვივოს ასე ვთქვათ ძველი საბჭოთა ნოსტალგიები, ერთიანობის იდეა და ამ ერთიანობის იდეით თავმოხმეულებმა ჩაანაცვლოს თავისი როგორც რუსეთის ტრისხატი სხვა ტრისხატით. რა თქმა უნდა, აუცილებლად იყენებს ამას, უკვე ძალიან დიდი ხანია და უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის რეჟიმი კრემლი იბრძვის დასავლეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს და საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი დაიცვას. ასევე თავის გარემოცვაში, ანუ სამეზობლოში ცდილობს ეს ნარატივები გააღვივოს იმისათვის, რომ გარკვეული ბუფერული ზონა შეიქმნას და ეს დემოკრატიული პროცესები არ გავრცელდეს რუსეთის ფედერაციაში. ხო, ძირითადი აზრი ეს არის. გარდა ამისა, ის ცდილობს, რომ მსოფლიოში ავტოკრატიული ძლიერი სახელმწიფოები მოკავშირება დაიყენოს და რაღაც ერთიანი ფრონტით ებრძოლონ დასავლურ ღირებულებებს და ამ დემოკრატიულ სამყაროს. ამისათვის პირველ რიგში მას-მედიას იყენებს ძალიან აქტიურად და აქაც ამის უკანაც სპეცსამსახურები არიან, რა თქმა უნდა, მის მიერ მართული ტელევიზიები, რომელსაც გლობალური დაფარვა აქვს და მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებშიც ყოველ შემთხვევაში 22 წლამდე საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და 22-ის მერე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ ევროპაში საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდა. ასევე სამთავრობო წრეებშიც. გარდა ამისა, ის ყოველთვის მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე წარმომავლობის პარტიებს და მათი ხელისუფლებაში მოყვანისთვის საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს და ამის ფაქტებიც არსებობს იგივე გერმანიაში, იგივე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, ევროპარლამენტშიც კი საკუთარი წყაროები გააჩნდა პირდაპირ, რომელსაც გარკვეული გავლენების მოხდენა შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე. ბატონ ნიკოლოზ და საუბრის ბოლოს მინდა შევაჯამოთ და აქვე ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. საქართველო, როგორც ამიერკავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილი. ზოგადად ამიერკავკასიაში სამხედრო პოზიციებს კარგავს ეს საუბრობენ მკვლევრები რუსეთი. სპეცსამსახურების სამიზნე, რამდენად შეიძლება იყოს საქართველო, რამდენად აქტიური შეიძლება იყოს რუსული სპეცსამსახურები საქართველოში, რა არის მოწყვლადი სფეროები, მოწყვლადი ჯგუფები საქართველოში და რა არის მთავარი საფრთხე, ასე ვთქვათ, რუსული დეзинფორმაციისა და რუსული ჰიბრიდული ოპერაციების მოქმედების თვალსაზრისით. თქვენ ახსენეთ ამიერკავკასიის სამხრეთ სახელმწიფოების სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელშიც რა თქმა უნდა შედარებით სუსტდება უკვე რუსული პოზიციები, არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ გავლენებს კარგავს თვითონ სპეცსამსახურების, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი ძალისხმევა არ მცირდება და ცდილობენ პირიქით იმ ფონზე, როდესაც სამხედრო გარკვეულწილად გავლენები იკარგება, სპეცსამსახურები შეეცდებიან ჰიბრიდული მეთოდებით ეს გავლენა საკუთარი გავლენა გაზარდონ და უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. საქართველოშიც რა თქმა უნდა ეს ინტერესი არის და ყოველთვის იყო, აუცილებლად გაიზარდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გარკვეული გლობალური პროცესები რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო მისთვის საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი გახდა რეგიონში და ის ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ჰიბრიდული მეთოდებით გავლენა მოახდინოს ჩვენ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. სამიზნე შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური სისტემა, საზოგადოება, კულტურული გარემო, არასამთავრობო სექტორი, სამართლებრივი სისტემა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, იქნება ეს პორტები, სატრანზიტო გზები, აეროპორტები თუ ასე შემდეგ, ყველა აბსოლუტურად იქნება სამიზნე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოიპოვოს მეტი ბერკეტი და გავლენა იქონიოს ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადასაწყვეტ რაღაც სტრატეგიულ საკითხებზე და აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ კონდეს ჩვენ რა მიმართულებით ვიმოძრავებთ და მისთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველაზე მიუღებელი არის ჩვენი ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და იმ დემოკრატიული პროცესების გაზრდა და გაღვივება, რომელიც სამწუხაროდ ახლა უკუშლაში იმყოფება.